გამარჯობა, მე მარიკო ვარ და სასტიკად არ მიყვარს ფულზე საუბარი. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არ ვიმსახურებ. მე ვფიქრობ, რომ ყოფილი თვითშეფასების ამბავია. ანუ როდესაც ადამიანს დაბალი თვითშეფასება გაქვს და გქონია რომ რაღაცებს არ იმსახურებ, შესაბამისად ამ სამყაროს არ გაძლევს რა. და ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინცაც აქვს ფინანსური საშუალებები და საკმაოდ ბევრი, ვფიქრობ, რომ სწორედ მაგითი განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, ვისაც არ აქვს მაგდენი, რომ საკმაოდ ბევრ საქმესაც აკეთებენ და საკუთარ თავშიც დარწმუნებულებიც არიან. წარმოვიდგინეთ, მე ვარ გრაფიკული დიზაინერი და რამდენიმე წლის წინ გავაკეთე ერთი პლაკატი, ერთ ებრაელ ბიჭს გავაკეთე, ებრაელს იმიტომ ვამბობ, ხას იმიტომ ვუსვამ, რომ გამაკეთებინა რაღაც ებრაული წარწერებით, რაღაც სიმბოლოები და ასე შემდეგ. და რომ ვუთხარი თანხა, მითხრა, რომ რა მითხარიო, ეხა შენო, არა, საქმეში გავიგეო, მაგრამ ამდენ დროს ხარჯავო, ენერგიას ხარჯავო და იმაზე მეტი გადამიხადა, ვიდრე მე ვუთხარი, თითქმის 6 ჯერ მეტი და გაშტერებული ვიყავი და უხერხულად ვიყავი, რომ მე მეთქი, ანუ იმდენად მეუცნაურა ეს ყველაფერი, არა, გამიხარდა რა თქმა უნდა ეხლა, მაგრამ მეუცნაურა ის, რომ თითქოს მე როგორც ჩანს უფრო ნაკლებად ვაფასებდი საკუთარ თავს, ჩემს საქმესაც და საერთოდ ყველაფერსაც და მე მგონია, რომ ეგ არის ჩვენი პრობლემა ზოგადად, აი ბევრი, ალბათ ქვეყანაში რა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომ დღემდე საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემაა სამწუხაროდ რა, გინდა მედიცინაში, გინდა პოლიტიკაში, გინდა ხელოვნებაში, გინდა ფინანსურად, აი ყველაფერი აბსოლუტურად და ხალხი ვიძახით, რომ როდის უნდა შეიცვალოს და რაღაც და ვინც იბრძვის მაგ ცვლილებებისთვის რა, ვინც იბრძვის, ვინც ბრძოლობს, ვინც აპროტესტებს, ხო? ანუ იმას არ მიყვებით. თუ იმან რაღაცა იშოვა, მე ვაბრალებ, რომ აი ეს ისეთი ალბათ ცუდი საქმე რაღაცა, ანუ მგონია, რომ თვითონ დამოკიდებულებაშია პრობლემა რა, იმიტომ რომ მე ჩემი აზრით, მე რო ჩემს საქმეს და პირადად ჩემ თავსაც უკეთესად ვაფასებდე ჩემს საქმეში. მე ვფიქრობ, რომ ემოციურადაც ბევრად უფრო თავდაჯერებული ვიქნები და ფინანსურადაც შედარებით მეშველება. იმიტომ რომ მაგალითად მე ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა, რომ გრაფიკული დიზაინერი ხარო. არ არის აუცილებელი, რომ ეს დიპლომი გქონდეს, რადგან წლები ამაზე მუშაობ, თუნდაც დისტანციურად და რამდენიმე ნამუშევარი გაქვს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ამაში გამოცდილება გაქვს. ამაში დავითანხმე. ზოგჯერ კაია ეს ხელოვნური ინტელექტი. საინტერესო.